ყველა მისის რა გამოვიარე და რა გამოვლილი. ბოლო 7 წელი ალბათ. რა მოლოდინი გაქვს როგორც წილისყრიდან, ასევე ისრაელთან ამხანაგური შეხვედრიდან, რომელიც გახსნის 2026 წელს ეროვნული გუნდისთვის. აი გოლი გამოვიდა. კი იძახდნენ იქ რომ კვარამ გამატარა. გაგატარა? გიო, გამარჯობა. ისევ მე ვარ, დიდი დრო არ არის გასული, რაც წინა ინტერვიუ ჩავწერეთ. ბოლო 2 თვის განმავლობაში, როგორ მიდის გუნდში საქმეები, პირადად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი? გამარჯობა. გუნდში რო ვთქვა, რომ კარგად მიდის ყველაფერი, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რთულ სიტუაციაში ვართ. მაგრამ ისეთი გუნდი ვართ, რომ ვცდილობთ, რომ ვიბრძოლოთ ყველა თამაშზე და ეხლა თან დავიმატეთ ახალი ფეხბურთელი და იმედია რაღაც შეიცვლება და პოზიტივიც მოვა ჩვენთან და ჯანმრთელობა ყველაფერი კარგად რა. კი ბატონო, ყველაზე ახლით დავიწყოთ. ახალი ფეხბურთელი, ახალი ქართველი და რა თქმა უნდა, ისიც გიორგი. რა სიტყვი ქვილითაიას ტრანსფერზე? ვიტყვი, რომ გვჭირდება ესეთ გუნდში გამოსული ფეხბურთელი, ვისაც მოგების მენტალიტეტი აქვს და ვინც შიგნით გასახდელში ქმნის კარგ ატმოსფეროს და პოზიტივს და რავი, იმედია ყველაფერი კარგად, იმიტომ რომ ადაპტაციის დრო არ აქვს, არ გვაქვს მაგდენი დრო და იმედია ჩვენც დავეხმარებით მე და აბუ და ყველაფერი კარგად იქნება რა. კი ბატონო, გუნდში არსებულ ვითარებაზე უკვე თქვი ქვილითას წარმატებები უსურვოთ, იმედია სამივეს ერთად გნახავთ მინდორზე, მატჩის ნებისმიერ მონაკვეთში განსაკუთრებით სტარტიდან. ახალი მწვრთნელი და შენც რამდენჯერმე შეიცვალე რამდენიმე მატჩის განმავლობაში პოზიცია. ახალი მწვრთნელის ფაქტორზე რო გითხრა და ამ განულ შეხვედრებზე. როცა ესეთი სიტუაციებია გუნდში, ზოგადად ჭირდება ახალი ენერგია და აი რო ცვლილებები ხდება გუნდში, ცოტა სხვა ენერგიით იწყებ მუშაობას, ვარჯიშს და ისეთი მწვრთნელი მოვიდა, რომელიც კაცრი არის უფრო და ვთქვათ ინტენსივობა ინტერესებს და აგრესიულობა, პრესინგი, რაც ჩვენ გვჭირდება, მე ვფიქრობ და არ ქონდა მაგდენი დრო ეხა რომ დაალაგოს ყველაფერი ეგრევე, მაგრამ ვფიქრობ რომ შემდეგ თამაშებზე უფრო გამოჩნდება მაგის ხედვა და ყველაფერი. მესმის, პირადად შენგან თუ აქვს რაიმე მოთხოვნები ჩაწოდებებზე უფრო, აი მარჯვენა გარემარბადაც გადაგწია რაღაც მომენტში. კი, იცის რომ შემიძლია სხვადასხვა პოზიციებზე თამაში და როცა თქვათ შემოყავს მარცხენა მხარეს ვიღაცა გადამიყვანს მარჯვენა ფულბეკად ან მარცხენა ფულბეკად, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. არა, მე რასაც თხოვენ მაგას ვაკეთებ, ინტენსივობა, პრესინგი, დაცვაში მუშაობა და როცა ყავს მაღალი თავდასხმელი, ვთქვათ, ჰაბიბ დიალო არის ან ქვილითაია, უნდა ჩავუწოდო და მიიტანო იქამდე ბურთი, იმიტომ რომ მაღალი მაშინ ადგინდა გუნდში. და ვფიქრობ, რომ მესამე ზონაში ჩაწოდება იქნება ან მარცხნიდან უფრო გუნდის ფეხბურთელი ვარ, მარჯვიდან უფრო ინდივიდუალურად ვცდილობ, რომ ვიპოვო საშუალება, რომ დავარტყა კარში, მაგრამ მარცხნიდან ცოტა რთულია, შორს ხარ ხოლმე კარისგან, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩავაწოდო და უფრო გუნდურად ვითამაშო. შენ უკვე გაიხსენე პეიჟესთან გამართული შეხვედრა, ჩვენი ბოლო ინტერვიუ სწორედ კვარასთან დაპირისპირებამდე იყო, საუცხოო გოლი გაიტანე დეკემბრისთვის საუკეთესო. შენი პერსპექტივიდან თუ შეგიძლია, რომ ეგ მომენტი მთლიანად პირველიდან ბოლო მონაკვეთამდე და წამამდე რომ გაიხსენე. თამაში რო დაიწყო, არის ეგეთი თამაშები, სადაც პირველი მეორე ექშონის მერე ხვდები როგორ წაგივა თამაში, არის ესეთი თამაშები, რომ ძალიან კარგად რო დაიწყებ, ყველაფერი კარგად მიდის, უკვე გამოგდის ყველაფერი, სადაც არ უნდა გამოგივიდეს, ზოგჯერ გამოგდის. და ეხა ფეხბურთელები გაიგებენ, რას ვიცი მე, იმიტომ რომ ერთ სამჯერ რო კარგად გავიქეცი, იქ მივხვდი, რომ ვიპოვი მაგ საშუალებას, რომ კარამდე მივალ რა. ხო და იმ მომენტშიც არაფერი დასაკარგი არ მქონდა ვაგებდით და მე ვთქვი წავალ მეთქი, არ ვიპოვის არ ჩავაწოდებ, იმიტომ ბევრი ჩავაწოდე და ვერ გავიტანეთ გოლები და მე ვთქვი ავიღებ ჩემ თავზე მეთქი და კარგად გამოვიდა, იმ კაპიტანმაც კარგად დამიგდო ქუსლით და მარჯვენათი არ ურტყამ ხშირად, მაგრამ ამ მომენტში გადავწყვიტე და აი გოლი გამოვიდა.
კი იძახდნენ იქ რომ კვარამ გამატარა, გაგატარა? მაგრამ არ ამგონია რომ გამატარა, იმიტომ რომ შეხება რომ ყოფილიყო პენალი იქნებოდა და ეგ კომენტარები მეც ვნახე და არა როგორც არავინ არ გაუტარებია. კაი, უცებ პატარა ჩაკითხვა. შენთვის საყვარელ რამდენ გოლში შედის? ანუ საუკეთესო იყო შენ კარიერაში რაც გაგიტანია თუ ტოპ 3-ში, ტოპ 5-ში? არა შევა ალბათ ტოპერში თუ ავიღე ჯამში ლიგა 1 საუკეთესო გუნდი სოფლიოში თან კაი რაღაც კომბინაცია გამოვიდა და რავი კი შევიტანდი ალბათ პირველ ნომერს ჯერჯერობით მაგდენი ბევრი გოლი არ მაგატანილი და მიკაუტაძესავით რომ ვიფიქრო რამდენიმე კარგ გოლზე ფიქრო პირველ ადგილზეა კი ბატონო, ხო, ოღონ რა თქმა უნდა მნიშვნელობით არ მიკითხავს, იმიტომ რომ ახალგაზრდულში ის გოლი ბევრად მნიშვნელოვანი იყო. კი რა თქმა უნდა. სილამაზით ვკითხულობდი. კაი, გიო, მატჩის მერე შენ და კვარა საუბრობდით პირზე ხელაფარებულები. ნუ რა თქმა უნდა ვიცით მიზეზი, რომ რაც ლიფსინგის მეშვეობით ვიღაც არ გაიგო. თუ შეგიძლია გაგვანდო რაზე იყო საუბარი მატჩის მერე შენ და ხუჩას შორის? არაფერი ისა ესე გააგზელეო და მე მგონი მალე ჩემ გუნდში იქნებიო მაგაზეც ხო არ გინახავს კომენტარები. თუ ნახე ის კვარამ გაატარაო, იმასაც ნახავდი. მეგრულად ლაპარაკობდნენ და ვინ გაიგებდა. კი, ნახე და არა, ეხა ბევრს ვერ ვიტყვი რაზე ვლაპარაკობდით, ბევრი რაღაცა იყო რაზეც ვლაპარაკობდით, მაგრამ სამოტივაციო სიტყვები მითხრა რომ ესე გააგრძელიო და ყველაფერი კარგად იქნებაო, იმიტომ რომ ყველა მიცის რა გამოვიარე და რა გამოვლილი ამ ბოლო რავი 7 წელი ალბათ 6 წელი რთული იყო ჩემთვის კარიერაში და ჯერჯერობით ეხლა ყველაფერი ნორმალურად მიდის. მესმის, ჩვენი კომენტატორების აღნიშვნასაც ნახავდი, ჩვენგან პირობა შესრულებულია. კი, ეხლა მე თავარია მეოთხე მას გაიტანოს და აუცილებლად. ქვილითაიას წარმატებები უსურვოთ. გიორგი, 12 თებერვალს არის ერთა ლიგის წილისყრა. კონკრეტულად გუნდებს არ გკითხავ, თუმცა რა მოლოდინი გაქვს როგორც წილისყრიდან, ასევე ისრაელთან ამხანაგური შეხვედრიდან, რომელიც გახსნის 2026 წელს ეროვნული გუნდისთვის. რაც შეეხება ერთა ლიგას, ჩვენ ისეთი თამაში ვანახეთ და ისეთი შედეგი ვანახეთ, რომ მგონია რომ ყველა გვიყურებს როგორც ანუ ერთ-ერთი ფავორიტი, იმიტომ რომ არიან კარგი ნაკრებები, მაგრამ ჩვენ დავანახეთ იმის საშუალება რომ გვაქვს რომ კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ თამაშები და რაც შეეხება ვინ იქნება არ ვიცი, მაგრამ მოვიდა ის დრო, სადაც უნდა ნაკრებს უკვე კიდე უფრო წარმატება უნდა კონდეს და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. და რაც შეეხება ამხანაგურ თამაშს, არ იქნება მარტივი თამაში, იმიტომ რომ კაი ნაკრები ყავს ისრაელს. და ბევრი ახალგაზრდა ყავს და ის პერიოდი არის ახლა რომელიც იყო 1-2 წლის წინ, ალბათ 3 წლის სადაც ახალგაზრდები მოდიან და უნდა შევქნათ კაი კოლექტივი, კაი გუნდი და ყველა უნდა გავაცნოთ რა ხდება ნაკრებში, რა გვჭირდება და ანუ ეგ პროცესი მიდის და ეს ამხანაგურ თამაშები ძალიან კარგია იმისთვის რომ ყველამ დაინახოს ახალგაზრდა ფეხბურთელმა რა უნდა გავაკეთოთ ნაკრებში. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. ესე შევთანხმდეთ ჩვენ მომავალ ინტერვიუმდე, შენ გოლების გატანა განაგრძე და ჩვენ აღნიშვნებში სიახლეებს არ მოგაკლებთ. დიდი მადლობა თქვენს. წარმატებები.